მოგესალმებით ყველას. დღეს განვიხილავ ერთ-ერთ საჭირო დროს past simple, ანუ წარსული მარტივი დრო. ამის ჩანაწერი მქონდა ადრე, თუმცა ვიდეოს ხარვესი ჰქონდა და ამიტომ გადავწყვიტე თავიდან ჩამეწერა. რატო არის ახლა ამ დროის ცოდნა საჭირო? მაგალითად, გუშინ წავედი სამსახურში. როგორ ვიტყვი? I went to work yesterday. რომ არ ვთქვა I go to work yesterday, ამიტომ უნდა ვიცოდე მე ეს დრო. მოდი ახლა დავიწყოთ ყოფნას მნით, ანუ to be-ს მნით, როგორ არის წარსულში. ვიცით რომ ახლანდელში არის I am, you are, he is, she is და ასე შემდეგ. ხოლო წარსულში არის I was, you were, she was, he was, it was. We were, you were, they were. კითხვით იქნება was and were გადმოვა წინ. Was I, were you, was she, was he, was it, were we, were you, were they. ორყოფითი იქნება I was not, you were not, she was not, he was not, it was not, we were not, you were not და they were not. ახლა როგორ გამოვიყენო ეს წინადადებებში? გუშინ სამსახურში იყავი? აქ ხო ჩვენ ყოფნასნა გვაქვს. ანუ იყავი? შენ იყავი როგორ არის? Were you? კითხვითში. Were you at work yesterday? გუშინ სახლში ვიყავი. I was at home yesterday. წინა შაბათს ის ჩემთან არ იყო. She was not with me last Monday. ფული იყო? არის რაღაცა რანაცვალსახელია უსულო. Was it hard? მოდი გადავიდეთ სხვა ზნებზე. როდესაც ყოფნას მის ნაცვლად გვაქვს სხვა ზნებიც. ეს დრო გვეუბნება რა მოხდა წარსულში. ეს მოხდა და დასრულდა. ასუხობს კითხვაზე რა მოხდა, რა გაკეთდა. გუშინ ვიმუშავე. I worked yesterday. ახლა გუშინ შენ იმუშავე. You worked yesterday. მან იმუშავა გუშინ. She worked yesterday. მან ახლა ბიჭზე. He worked yesterday. It worked yesterday. We worked yesterday. You worked yesterday. They worked yesterday. რაც შეეხება კითხვით ფორმას. კითხვით ფორმაში შემოდის დამხმარე ზმნა did. ხოლო ზმნა კი იქნება საწყის ფორმაში. წარსულში კი არ იქნება. იქნება საწყის ფორმაში. Did I work yesterday? Did you work yesterday? Did she work yesterday? Did he work yesterday? Did it work yesterday? Did we work yesterday? Did you work yesterday? Did they work yesterday? ახლა უარყოფითი. ასევე კითხვიცა და უარყოფითი არის ერთნაირად. ანუ კითხვით არის did, უარყოფითი არის did not. შესაბამისად იქნება I did not work yesterday. You did not work yesterday. She did not work yesterday. He did not work yesterday. It did not work yesterday. We did not work yesterday. You did not work yesterday და they did not work yesterday. ყველა ზმნას წარსულში აქვს თავისი ფორმა, ანუ წარსულის ფორმა. ზოგი ზმნა არის regular, ანუ ჩვენ ვამბობთ ხოლმე რეგულარული ან წესიერი. მეორე ტიპის ზმნები არის irregular, ანუ არაწესიერი, არარეგულარული. რას ნიშნავს ახლა ეს? თუ ზმნა არის regular, მას ემატება D ან ED წარსულ ფორმაში.
ხოლო თუ არის irregular, მაშინ იცვლის მთლიანად ფორმას. მაგალითად, ყიდვა buy, ვიყიდე bought, drive, მანქანის მართვა. წარსულში მანქანა ვმართე drove, შესაბამისად არის არაწესიერი. Decide, გადაწყვეტა. Decided, გადაწყვეტე. Go, წასვლა, went, წავედი. Leave, ასევე წასვლა დატოვება და left, წარსულში, წავედი, დავტოვე. ერთ გამოყენებადი სიტყვები არის yesterday, last week, last month, last year, ago, in 2003 და ასე შემდეგ. მე ის ვნახე 5 საათის წინ. I saw him 5 hours ago. გუშინ ღამით ფილმს უყურე? Did you watch the movie last night? მან იცხოვრა ესპანეთში 2 წლით. She lived in Spain for 2 years. მან გაიღვიძა, კბილები გაიხეხა და წავიდა სამსახურში. He woke up, brushed his teeth and went to work. ყველაზე გავრცელებული შეცდომები არის she didn't went. არა, did როცა გვაქვს, აუცილებლად ზმნა არის საწყის ფორმაში. ანუ she did not went კი არა, she didn't go. I was go to school. Was go არასოდეს ერთად. Go ხომ არის, ანუ მე წავედი სკოლაში. Go ხომ არის მთავარი ზმნა. Was ყოფნა ზნაქ საერთოდ არ მჭირდება. შესაბამისად goes წარსული ფორმა არის went. I went to school. Did you saw it? ეს დაინახე. See საწყისი. შესაბამისად did როცა მაქვს ყოველთვის საწყის ფორმაში. ანუ did you see it? მას არ დაურეკავს ჩემთვის. She didn't call me. დაამთავრე შენი დავალება? Did you finish your homework? ეხა შევაჯამოთ. დღეს ამ გაკვეთილში ჩვენ გავიარეთ. როდის ვიყენებთ წარსულ მარტივ დროს? როდესაც მოქმედება მოხდა, დასრულდა წარსულში. რა გავაკეთე, რა მოხდა. განვიხილეთ, როგორ ვაწარმოოთ ყოფნაზმნა, როგორ ვაწარმოოთ ყოფნის გარდა სხვა ზმნები, განვიხილეთ კითხვითი, უარყოფითი ფორმები, ასევე განვიხილეთ რეგულარული და არარეგულარული ზმნები. თამამად შეგიძლია შენც ცადო.